Аллилуйя. Аллилуйя. Так чудесно, что ты сегодня здесь. Рам შვენიერია რომ დღეს აქ ხარ. Это самое лучшее место воскресное утро. ეს არის ყველაზე საუკეთესო დრო კვირა დღეს. Мы так благодарны, что ты с нами. და ძალიან მადლიერები ვართ რომ ჩვენთან ხარ. Мы благословляем и приветствуем всех, кто смотрит нас онлайн. მივესალმებით ყველას, ვინც онлайнით გვიყურებს. И я верю, что здесь церковь, которая очень любит своего Господа. მე მჯერა რომ აქ არის ეკლესია, რომელსაც ძალიან უყვარს თავისი უფალი. Здесь люди, которые верят. აქ არიან ხალხი, ვისაც სწამთ. Жив Господь наш. სოცხალია ჩვენი უფალი. Наш Спаситель. ჩვენი მხსნელი И наш Искупитель. და ჩვენი Я გამომსხიდველი. также верю, что здесь люди, которые очень любят Слово Божье. და ასევე მჯერა რომ აქ არის ხალხი, ვისაც ძალიან უყვართ ღმერთის И სიტყვა. я также верю, что мы любим друг друга. და ასევე მჯერა რომ ჩვენ გვიყვარს ერთმანეთი. То, что я хочу сказать, я люблю вас, дорогие. და მინდა გითხრათ რომ მე თქვენ Я მიყვარხარ. так люблю нашу церковь. ისე მიყვარს ჩვენი Я ეკლესია. так люблю нашу команду. ისე მიყვარს ჩვენი გუნდი. Я так люблю каждого из вас. და ისე მიყვარხარ თითოეული თქვენთაგანი. Вы так нам нужны. და ისე გჭირდები. Давай повернемся друг к другу и скажем: ты нужна, ты нужна. ჩვენ შევბრუნდებით ერთმანეთისკენ და ვეტყვით შენ მჭირდები მე. Скажем всем сердцем: მთელი გულით ты უთხრათ. нужна мне. შენ მე მჭირდები. Аллилуйя. Пусть эта любовь наполняет это место. ღმერთის სიყვარულმა ავსოს ეს Пусть это ადგილი. единство наполняет это место. ერთობამ ავსოს ეს Если ты ადგილი. еще нас не знаешь, и ты в первый раз с нами, თუ შენ არ გვიცნობ და პირველად ახარ აქ все, что ты должен знать о нас, ის რაც უნდა იცოდე ჩვენზე, мы любим Бога. ჩვენ გვიყვარს ღმერთი, Мы верим в живого Бога. ჩვენ გვწამს ცოცხალი Мы верим в ღმერთის, Иисуса Христа, ჩვენ გვწამს იესო ქრისტეს, единственного Спасителя, ერთადერთი მხსნელის, который умер на Голгофском кресте, რომელიც მოკდა გოლგოთის пролил ჯვარზე, свою святую кровь დაღვარა თავის წმინდა и в третий სისხლით день და воскрес. მესამე დღეს Кто აღდგა. мы? ვინა ვართ Мы ჩვენ? люди, однажды спасенные. ჩვენ ვართ ხალხი, რომლებიც ერთხელ გადავრჩით. Мы узнали того, кто прощает грехи, ჩვენ გავიცანით ის, ვინც ცოდვებს პატივს, исцеляет болезни, კურნავს ავადმყოფობებს изменяет жизнь, და ცვლის творит ცხოვრებას, чудеса ქმნის и სასწაულებს дает жизнь вечную. И дает და вечную жизнь. იძლევა საუკუნო Кто სიცოცხლეს. мы? ვინ ვართ Мы ჩვენ? верим в того, ჩვენ გვწამს кто იმისი, искупил от ада и смерти. რომელმაც გამოგვისყიდა ჯოჯოხეთისგან და Кто мы? სიკვდილისგან. ვინ ვართ Мы ჩვენ? люди, ჩვენ ვართ ხალხი, которые знаем, что будет после смерти. რომელმაც ვიცით რა იქნება И სიკვდილის куда შემდგომ мы идем? და სად მივდივართ? Благодаря Божьей любви. ღმერთის სიყვარულის გამო. Мы верим в Отца, Сына и Святого ჩვენ Духа. გვწამს მამის და ძის და სული Один წმინდის. Господь, Ერთი одно უფალი, крещение, ერთი ნათლობა, одна вера. ერთი Мы რწმენა. церковь Иисуса ჩვენ Христа. ვართ იესო ქრისტეს Поэтому мы ეკლესია. приветствуем каждого, кто, возможно, сегодня ამიტომ первый раз ჩვენ здесь. მივესალმებით ყველას, ვინც აქ არის. Бог любит вас. ღმერთს უყვარხართ თქვენ. Моя дорогая церковь, я верю, что сегодня вы поможете мне проповедовать ჩემო ძვირფასო ეკლესია მჯერა რომ დამეხმარებით ქადაგებაში вашим დღეს принятием თქვენი მიღებით, и тем, что ваша Библия будет в ваших руках. იმითი რომ თქვენი ბიბლია იქნება თქვენს ხელთ И мы вместе будем обращаться к Слову და Божьему. ჩვენ ერთად მივმართათ ღმერთის И я სიტყვას. начну это служение с нескольких вопросов, მე დავიწყებ ამ მსახურებას რამოდენიმე კითხვით, которые записаны в книге любви. რომელიც ჩაწერილი არის სიყვარულის Ты წიგნში. сейчас скажешь: ეხლა იტყვი, книгу жизни знаем, სიცოცხლის წიგნი ვიცი, Библию знаем. ბიბლიაც ვიცი. Что это за книга любви у რა вас? წიგნია, რა წიგნი გაქვთ ასეთი Это სიყვარულის? книга, которая есть в нашей Библии. ეს არის წიგნი, რომელიც არის ჩვენს Я ბიბლიაში. думаю, все семейные пары догадались, что это за книга. თუ ოჯახის პარები თუ რა ვიცი როგორ ქვია, წვილი მიხვდება რა წიგნია Это ეს? песня песней. ეს არის ქებათა ქება. Вау, проповедь, которая начинается с песни песней. ეს ქადაგება, რომელიც იწყება ქებათა ქებიდან. И эти два вопроса записаны в песне песней. ეს ორი კითხვა წერია ქებათა Открой ქებაში. вместе со мной 3 главу, გადავშალოთ მესამე თავი, 6 стих. მეექვსე მუხლი. 3 глава, 6 стих. მესამე თავის მეექვსე И მუხლი. если будут показываться слайды, спасибо вам большое, это так чудесно. Спасибо თუ за это სლაიდები очень იქნება, важное служение. ძალიან მადლობლები ვიქნებით, ძალიან მნიშვნელოვანი მსახურება. Кто это, восходящий от пустыни?
რა არის ეს უდაბნოდან რო ამოდის? Как бы столбы дыма, окуриваемые миру и фимиамом, всякими порошками мироварника. ყვამლის სვეტით, მურით, гунდრუკით, ცხებული ვაჭართა ყოველგვარი ფერუმარილით. Давай возьмем с русского перевода. მოდით ავიღოთ რუსული Если в თარგმანი. грузинском переводе сказано «раарисес», если сказано «что это», თუ ქართულში წერია რა არის ეს, то в русском переводе сказано რუსულ თარგმანში წერია «кто это?» ვინ არის ეს? Кто это? ვინ არის ეს? Посмотрите, შეხედე, она окутана фимиамом. ის ფიმიამით არის შემოსილი. Она вся в помазании. ის მთლიანად ცხებულებაშია. Кто это? ვინ არის ეს? Если мы откроем сейчас 6 главу, თუ გადავშლით მე-6 თავს, 10 стих, მე-10 მუხს, пожалуйста, вместе со мной открой 6 главу, ჩემთან ერთად გადაშალე მე-6 и თავის мы прочитаем 10 стих. და მე-10 მუხლი. Здесь еще один вопрос. კიდევ ერთი კითხვა. Кто это? ვინ არის ის? О, здесь мы совпадаем. აქ სწორად Кто წერია. это? ვინ არის ის? Блистающая, как заря, სისკარივით რომ ამობწყინდება. прекрасная, как луна, თვარესავით მშვენიერი. светлая, как солнце, ზესავით ნათელი грозная, как полки со знаменами. და ბაიარაღებ შემართული Джаревит дидебули. და ჯარივით Кто დიდებული. это? ვინ არის ეს? Которая сияет, как солнце и რომელიც луна. მზესავით ანათებს И я позволю себе прочитать еще один стих из «Песни песней», და კიდევ მივცემ თავს უფლებას რომ კიდევ ერთი წიგნი ადგილი წაგიკითხოთ чтобы ხება და ქებიდან ответить на этот вопрос. რომ ამაზე გავცე პასუხი. 2 глава, 14 стих. მეორე თავის მე-14 2 მუხლი. глава, 14 стих. მეორე თავის მე-14 მუხლი. Голубица моя в ущелье скалы под кровом утеса. აქ სხვა კლდის ფარულ ნაპრალში შეხიზნული ჩემო მტრედო Покажи мне лицо твое. მაჩვენე შენი სახე Дай мне услышать голос твой. მომასმენინე შენი ხმა Потому что голос твой сладок, რადგან ტკბილია შენი ხმა и лицо твое приятно. და მშვენიერია შენი სახე. Кто это? ვინ არის ეს? Вся в фимиаме, თლიანად ფიმიამში არის, вся в помазании, თლიანად ცხებულებაში, светлая, გაბწყინებული, сияющая, ბზინვარი, сильная, ძლიერი, особенная, განსაკუთრებული, выделяющаяся. რომელიც გამოირჩევა. Это возлюбленная Иисуса Христа. ეს არის შეყვარებული იესო ქრისტეს. Это церковь живого. ეს არის ეკლესია ცოცხალი Это ღმერთის. ты и это я. ეს ხარ შენ და მე. Это та, о которой сказал возлюбленный. ეს არის ზუსტად ის, ვიზედაც თქვა შეყვარებულმა. Покажи мне твое лицо. მაჩვენე შენი სახე. Я люблю его. მე მიყვარს ის. Дай мне услышать голос твой. მომეცი რომ შენი შემაძლებინე შენი Для ხმის меня მოსმენა. сладок. იმიტომ ის ტკბილია ჩემთვისო. Может быть, кто-то уже догадался, შეიძლება ვიღაცა უკვე მიხვდა, но сегодня я буду говорить о важности молитвы. მაგრამ მე დღეს ვილაპარაკებ ლოცვის მნიშვნელობას. Дай мне услышать голос твой. მომეცი რომ მესმოდეს შენი ხმა, Говорит მომასმენინე Господь. შენი ხმა. ამობს К უფალი своей церкви. თავის ეკლესიას Я прямо ეუბნება. сейчас хочу достучаться до твоего сердца. მე მინდა პირდაპირ ეხლა შენს გულს მივწუდე. Это то, что Иисус говорит к твоему сердцу. ეს არის ის, რასაც იესო ამობს შენს გულთან. Дай мне услышать твой голос. მომასმენინე შენი ხმა. Небеса ждут наш голос. ზეცა ელოდება ჩვენს ხმას. Небеса знают наш голос. ზეცამ იცის ჩვენი ხმა. Небеса отвечают на голос церкви. ზეცა პასუხობს ეკლესიის Мы ხმაზე. можем прийти сюда. ჩვენ შეგვიძლია მოვიდეთ И აქ. мы такие красивые, вы და ისეთი красивые. ლამაზები ვართ, თქვენ მართლა ლამაზები Я ხართ. знаю, вы надушились самыми лучшими духами. და Я ვიცი так რომ думаю. საუკეთესო სუნამო От вас გასხია. такой аромат. თქვენგან ისეთი არომატია, улыбаетесь. სურნელი, Вы такие იღიმები, благородные и прекрасные люди. ისეთი ღვთისმოსავი ადამიანები Вы ხართ. красота этой церкви. თქვენ ხართ მშვენება ამ И ეკლესიის. вот мы пришли сюда. და აი თქვენ И მოხვედით эта აქ. сцена была такой красивой. და ეს სცენაც იყო ისეთი Я смотрю ლამაზი. на наш... И я просто кричу.
восхищаюсь ими. ჩვენი მაქებარმადიდებლებით უბრალოდ მე აღთოვანებული И ვარ. эти песни, и და ეს молитва. სიმღერები, ეს ლოცვა, И это так прекрасно. და ეს ისეთი И это მშვენიერია. чудесно. ეს Но მშვენიერია. на этом не ставится точка. მაგრამ ამაზე არ არის დასმული Мы пришли წერტილი. сюда ჩვენ მოვედით ამ ради Господа Иисуса Христа. უფალი იესო ქრისტეს И Он смотрит გულისათვის в наше сердце. და ის უყურებს ჩვენს И Он გულს говорит: და ის ამბობს дай мне увидеть твое новое лицо. მომეცი ვიხილო Твоего შენი нового ახალი სახე человека. ახალი Потому ადამიანის что я ახალი не კაცისა смотрю на вот это вот იმიტომ მე არ красивое. უყურებ აი ამ ლამას Это мы, люди, смотрим. ეს ჩვენ ადამიანები უყურებთ Бог ამას смотрит прямо в сердце. მერთი უყურებს პირდაპირ И Он გულში говорит: дай мне услышать твой голос. და გეუბნება მომასმენინე შენი ხმა Голос веры, რწმენის ხმა поклонения, თაყვანისცემის благодарения. მადლიერების Аминь. ამინ И я очень часто говорю, მე ძალიან ხშირად ვამბობ что наша христианская жизнь რომ ჩვენი ქრისტიანული ცხოვრება начинается с молитвы. იწყება ლოცვით. Так? ასეა? Мы тогда еще многого не знали. მაშინ ჯერ კიდევ ბევრი არ ვიცოდით. Мы не заканчивали колледжи, институты библейские, ჯერ არ ქონდა დამთავრებული კოლეჯი, ინსტიტუტები, не проходили ბიბლიური. все эти семинары, ყველა ეს сеმინარები არ ქონდა მოსმენილი. не были специалистами, магистрами, არ ვიყავით докторами богословия. სპეციალისტები, მაგისტრები, დოქტორები. У нас тогда даже интернета не было. Тогда, Машин, когда я интернетის молилась კი моей არ первой ქონდა. молитвой. პირველ ლოცვას რო ვასრულებდით. Вы помните свою первую молитву покаяния? თქვენ გახსოვთ თქვენი პირველი მონანიების ლოცვა? Я ничего не знала, მე არაფერი არ ვიცოდი. кроме одного. ერთის გარდა. Есть Бог, არის ღმერთი и Он меня любит. და მას მე უყვარვარ. Я помню ту первую проповедь, я вам честно скажу, я ничего не поняла. მე მახსოვს ის პირველი ქადაგება, მართალი გითხრათ არაფერი გამიგია იქიდან. Когда я смотрела на проповедника, მაგრამ როცა უყურებდი იმ ქადაგებელს, от него исходила любовь, с которой я еще не встречалась. მისგან გამოდიოდა ის სიყვარული, რომელსაც ჯერ არ შევხვედროდი И მანამდე. когда он позвал на покаяние, და როცა დაგვიძახა მონანიებაზე, я не шла. მე კი არ მივდიოდი. Люди, я бежала. მე მივრბოდი ხალხო. И в этот момент единственное, что я могла в себя спросить, я не пойму, у меня сердце быстрее бежит или ноги быстрее და бегут. აი იმ დროს რომ შევკითხოდი ჩემ თავს, რომ ფეხები უფრო სწრაფად გარბის თუ გული. Мне казалось, что мои ноги не быстро бегут, а мое сердце, оно просто вырывалось. მე ხვდებოდი, რომ ჩემი გული უფრო სწრაფად გარბოდა ფეხებზე, ჩემი გული რამის ამ თავისი ადგილიდან გამოდიოდა. И это первая молитва. და ეს იყო პირველი ლოცვა. Иисус, იესო, я верю, მე что მწავს, ты умер за меня, რომ შენ მოკვდი ჩემთვის, что ты пролил твою кровь, რომ დაღვარე სისხლი, что ты любишь меня. რომ გიყვარვარ მე, Ты умер на кресте, შენ მოკვდი и ჯვარზე ты воскрес. და შენ აღსდები. Стань моим Господом. გახდი ჩემი უფალი. Если вы еще не молились этой молитвой, თუ თქვენ ჯერ არ გილოციათ ამ ლოცვით, сегодня у вас будет возможность დღეს გექნება თქვენ ამის საშუალება, пережить это. რომ განიცადოთ ეს. Первая молитва, პირველი ლოცვა, с которой началась моя христианская жизнь. საიდანაც დაიწყო ჩემი ქრისტიანული И ცხოვრება. я хочу закончить мою жизнь молитвой. მე მინდა დავასრულო ჩემი ცხოვრება ასევე ლოცვით. Если еще не будет восхищения церкви до თუ этого. ჯერ არ იქნება მანამდე ატაცება, Я хочу, чтобы мои последние слова были: მე მინდა რომ ჩემი ბოლო სიტყვები იყოს. Иисус, я иду к тебе. იესო, მე მოვდივარ შენთან. Прими меня. მიმიღე მე. Я хочу закончить жизнь на этой земле в молитве. მე მინდა რომ დავასრულო ჩემი ცხოვრება ამ დედამიწაზე ლოცვით. Церковь, вы замечали, ეკლესია შენ შეგიმჩნევია, что Библия начинается с молитвы? რომ ბიბლია იწყება ლოცვით. Где эта молитва? სად არის ეს? Что это за молитва? რა ლოცვაა ეს? Сам Бог თვითონ ღმერთი, первый პირველი. заговорил о человеке პირველმა დაიწყო ადამიანზე ლაპარაკი и заговорил с человеком. და დაელაპარაკა ადამიანს. А что есть молитва, რა არის ლოცვა? если не диалог თუ არა დიალოგი Бога с человеком ღმერთის и ადამიანთან человека с Богом? და ადამიანის ღმერთთან. И поэтому в Бытие в 3 главе мы уже читаем. ამიტომ დაბადების მესამე თავში უკვე И ვკითხულობ услышали Адам и Ева голос Бога, და მოისმინეს ადამა და ევამ ღმერთის ხმა, ходящего в раю в прохладе дня. რომელიც წუხრის შამს დადიოდა სამოთხეში. Но, увы, მაგრამ sorry, სამწუხაროდ скрылись, მაგრამ სამწუხაროდ ისინი დაიმალეს спрятались.
დაიმალნენ. Вы знаете, вот здесь я ставлю паузу и думаю, ცოტა ხანს პაუზას გავაკეთებ და ვფიქრობ, если Адам и Ева თუ ადამი და ევა, услышали Бога, თუ მათ მოისმინეს ღმერთის, но спрятались, მაგრამ დაიმალნენ, сегодняшнее христианство დღევანდელი ქრისტიანობა и не слышит Бога, არც ესმით მათ и тем ღმერთის более прячется. და მაინც იმალებიან. Самая страшная опасность последнего времени ყველაზე საშინელება ამ ბოლო დროისა – это глухие христиане ეს არის ყრუ ქრისტიანები и немые христиане. და ბლუ ქრისტიანები. Это верующие, ეს არიან მორწმუნენი, у которых безмолитвенность, ვისაც ულოცველობა სჭირთ, у которых нет диалога с небесами რომელთაც არ აქვთ დიალოგი ზეცასთან и которые не слышат Бога. და რომელთაც არ ესმით ღმერთის. Но я верю, მაგრამ მე მწამს, что в этом зале რომ ამ დარბაზში сидят люди, ზიან ადამიანები, которые слышат Бога რომელთაც ესმით и ღმერთს не прячутся от Него. და არ ემალებიან Вы здесь ღმერთს. есть? თქვენ აქ ახალ? Аллилуйя! ალელუია. И я верю, что в этом зале люди, მე მწამს, რომ ამ დარბაზში о котором ხალხი, сказано в 149 псалме, რომელზედაც წერია 159 ფსალმუნში, в их устах словословие, მათ ბაგეებში არის ქება и в их руках меч და მათ обоюдоострый. ხელში არის ორპირლესული Кто მახვილი. это? ვინ არიან Это ისინი? верующие, ესენი არიან в чьих მორწმუნენი, устах молитва, ვის ბაგეებშიც и არის в ლოცვა чьих руках Библия. და ვის ხელშიც არის Нам ბიბლია. нужно поколение верующих. ჩვენ გვჭირდება მონანიება. აბა? Тауба, მოწმენების нам თაობა. нужно поколение верующих, მორწმუნეთა თაობა, в устах которых молитва ვის ბაგეებშიც არის ლოცვა и в руках которых Библия. და ვის ხელშიც არის ბიბლია. Повернись к твоему соседу и скажи, მიუბრუნდი შეს მეზობლებს და უთხარი. в устах молитва, в руках Библия. ბაგეებში ლოცვა და ხელში ბიბლია. Аллилуйя! ალელუია. Аллилуйя! ალელუია. Это церковь, ეს არის ეკლესია, в которой верующие. რომელშიც მორწმუნენი. Это молящаяся церковь. ეს არიან ლოცველები. Это церковь, держащаяся Божьего ეს Слова. არის ეკლესია, რომელსაც ხელში ღმერთის სიტყვა აქვს. Позвольте мне сейчас прочитать вам 1 Паралипоменон, მომეცით უფლება პირველი ნეშთა წიგნი წაგიკითხოთ. 17 глава, მე 17 თავი, 25 стих. 25 მუხლი. Смотрите, как молился Давид. ნახეთ როგორ ლოცულობდა დავითი. 1 Паралипоменон, პირველი ნეშთა, 17 глава, მე 17 თავის, 25 стих. 25 მუხლი. Будьте внимательны. იყავით ყურადღებით. Это пока вступление. ეს არის შესავალი. Мы сегодня пойдем глубоко. დღეს ღრმად შევალ И потом будем молиться так, და მე ისე ვილოცე, что весь город будет слышать. რომ მთელი ქალაქი გაიგებს. Это будет влияние. ეს იქნება Это გავლენა, будет сила. ეს იქნება ძალა. Ибо ты, Боже мой, открыл рабу твоему, რადგან შენ გამოაცხადე ღმერთო, что ты устроишь ему дом. შენი მსახურის გასაგოდ რომ სახსა უშენებდი მას. Поэтому и раб твой дерзнул молиться перед тобою. ამიტომაც პოვა გაბედულება შენმა მსახურმა, რომ ასეთი ლოცვით ელოცე. Посмотрите, что говорит Давид. ნახეთ რა სამობს დავითი. Бог, ты мне открыл, ღმერთო, შენ გამიხსენი и მე. поэтому я осмеливаюсь. და ამიტომაც მე ვბედავ, Это человек, ეს ადამიანი, у которого молитва в устах რომელსაც ბაგეებში აქვს ლოცვა и Библия в руках. და ხელში ბიბლია. В то время. მაშინდელი დროით. Аллилуйя! ალელუია. Сегодняшние христиане, დღევანდელი ქრისტიანები, к сожалению, სამწუხაროდ. я не о нас, конечно, говорю, მე რა თქმა უნდა ჩვენზე არ ვამბობ. в кавычках христиане. ჭყალებში ქრისტიანები. Они молятся так, ისინი ლოცულობენ ისე, как будто Бог официант, თითქოს ღმერთი იყოს ოფიციანტი, მიმტანი. а они владельцы ресторана. და ისინი კი რესტორნის თავრები. Ну что на сегодня, Боже? უფალო, На сегодня я бы хотела აი დღეს მაგალითად მინდა осетрину, икру, ასეტრინა, იკრა, шашлык, ხიზილალანი, хачапури.
ხაჭაპური და ასე შემდეგ. А, я не ту тему затронула. მე იმ Если თემას вы არ не შევეხე. завтракали. შეიძლება არ გისაუზმიათ Но დილას. есть пища поважнее. მაგრამ არსებობს უფრო მნიშვნელოვანი საკვები. Я называю эти молитвы пустыми. მე ასეთ ლოცვებს ვეძახი цариელს. Это не то, что Бог не хочет нас радовать. ეს ის კი არა, რომ ღმერთს არ უნდა რომ გაგვახაროს. Он такой любящий отец. ის ისეთი მოსიყვარულე მამაა. Он обо всем ის заботится. ყველაფერზე ზრუნავს. Но он не официант. მაგრამ ის არ არის მიმტანი. И я хочу быть его официантом. მე მინდა მისი მიმტანი. И я хочу მე მინდა делать то, что он хочет. გავაკეთო ის, რაც მას Но სურს. есть молитвы, მაგრამ არის ლოცვები. которые строятся на том, что он открыл. მაგრამ არის ლოცვები, რომელიც იმაზე აშენებული, რაც მას სურს. Есть люди, არიან ხალხი, которые ищут его уста, რომლებიც მის ბაგეებს ეძებენ, которые хотят слышать его. რომელთაც უნდა მოისმინონ И когда მისი. я молюсь და როცა მე на ვლოცულობ, основании его слова, მისი სიტყვის საფუძველზე, он отвечает. ის Это პასუხობს. молитвы сильные ეს молитвы. ძლიერი ლოცვებია. Это настоящие ეს молитвы. ნამდვილი ლოცვებია. Поэтому не играй с Богом. ამიტომ არ ეთამაშო Его дом ღმერთს. – это дом молитвы, მისი სახლი არის ლოცვის но не სახლი дом торговли. და არა ვაჭრობის სახლი. Мы не торгуемся с Богом, ჩვენ არა ვაჭრობთ но у ღმერთთან. него есть самое лучшее для нашей მაგრამ жизни. მას აქვს ყოველივე საუკეთესო Аминь. ჩვენი ცხოვრებისთვის. ამინ. Аллилуйя. Библия начинается с молитвы. ბიბლია იწყება ლოცვით. А вы знаете, что Библия также заканчивается молитвой? და ასევე ბიბლია მთავრდება ლოცვით. Что? Где? Я что-то სა, пропустил? მე რაღაც გაუშვი? Позволь мне сейчас тебе что-то показать и предупредить. ეხლა მინდა გაჩვენო და თან გაგაფრთხილო. Открой Откровение გადაშალე გამოცხადება вместе со мной в твоем телефоне или в Ჩემთან твоей ერთად. книге. შენ ტელეფონში Откровение, ან წიგში 22 глава, 22 თავის 20 стих. მე-20 მუხლი. Свидетельствующее сие говорит, ამის დამოწმებელი ამბობს. молитва, ლოცვა, говорить, ლაპარაკი, диалог. დიალოგი. Говорит, ამბობს. ей гряду скоро. მალე მოვალ И слышит в ответ. და ესმის პასუხი. Аминь. ამინ. Ей гряди, Господи მოდი Иисус. უფალო იესო. Разве это не молитва? ნუ თუ ეს არ არის ლოცვა. Он говорит, ის ამბობს и церковь говорит. და ეკლესიაც ამბობს. Он говорит, ის ამბობს. церковь моя, ჩემო я ეკლესია, скоро приду. მე მალე მოვა И церковь говорит, და ეკლესია ამბობს. да, Господи, კი უფალო, иди, მოდი, иди, მოდი, мы ждем. ჩვენ გელოდებით. И это так красиво звучит. და ეს ისე ლამაზად ისმის. Но вот что я хочу сказать тебе, церковь. მაგრამ აი რა მინდა გითხრა ეკლესია. Вы помните притчу о 10 девах? თქვენ გახსოვთ იგავი 10 ქალწულზე? Кто ее читал, кто ее ვის помнит? საუკითხია, ვის ახსოვს? Да, мы ее знаем хорошо. კარგად ვიცით. 5 мудрых дев. 5 გონიერი ქალწული. У них были сосуды с маслом, მათ ჰქონდათ ჭურჭელი ზეთით, светильники, которые горели. ლამპრები, რომლებიც ენთო И когда они услышали, და როცა მათ მოისმინეს, жених идет. მოდისო, სასიძო. Церковь, ты помнишь, что когда будет восхищение, ეკლესია გახსოვს, როცა იქნება ატაცება, будет голос трубы იქნება საყვირის и ხმა архангела Божьего. და მთავარანგელოზის И я ხმა верю, და მე მწამს, что церковь услышит. რომ ეკლესია Вот მოისმენს, жених идет. რომ მოდის სასიძო. Вот иду я, говорит აი Господь. მოვდივარ მე ამობს И эти უფალი. мудрые девы, და ეს გონიერი они ქალწულები скажут, да, иди, Господи. ეტყვიან, კი Мы უფალო, ждем მოდი, тебя. ჩვენ Они будут в молитве, გელოდებით. они будут в ისინი диалоге с იქნებიან небесами. ლოცვაში, დიალოგში ზეცასთან. Но неразумные девы. მაგრამ უგუნური ქალწულები, Вы замечали, თქვენ что შეატყეთ, написано о них? რა წერია მათზე? Они пришли и начали стучать. ისინი მოვიდნენ და დაიწყეს კაკუნი. Откройте нам. გაგვიღეთ И ჩვენ. что они услышали? და რა გაიგეს მათ? Я никогда вас не знал. მე არასდროს არ გიცნობდით თქვენ. Когда вы жили на земле, როცა თქვენ ცხოვრობდით დედამიწაზე, я не слышал этот стук. მე არ მესმოდა ეს კაკუნი. Стук любви в ваших сердцах. თქვენი გულის სიყვარულის კაკუნი. Вы не искали меня თქვენ არ მეძებდით მე. так, чтобы знать мой голос, ისე რომ გწოდნოდათ ჩემი ხმა, мое сердце и мой дух.
ჩემი გული და ჩემი სული. Это опасно. ეს საშიშია. Если ты не стучишь сейчас, შენ თუ ეხლა არ უკაკუნებ, если не ищешь сейчас, თუ ეხლა არ ეძებ, если не просишь сейчас, თუ ეხლა არ თხოვ, с чего ты взял, что тебе откроют потом? ვინ მოგატყუა რომ მე გაგიხსნიან? საიდან მოიტანე? Я верю, что это церковь. მე მწამს რომ ამ ეკლესიამ И каждый из нас, და თითოეულ ჩვენთაგანი мы будем те, ჩვენ ვიქნებით которые услышим ისინი, რომლებიც მოვისმენთ и скажем: და Да, ვიტყვით Господи. კი Да, უფალო, Господи, კი უფალო, только с тобой, მხოლოდ только შენთან, к тебе. მხოლოდ შენთან. Кто-то может сказать аминь? ვინმე შეუძლია თქვას ამინი. Аллилуйя! ალელუია. Аллилуйя! ალელუია. Христиане, которые не молятся, ქრისტიანები, რომლებიც არ ლოცულობენ, это больные христиане. ისინი არიან ავადმყოფი ქრისტიანები. Церкви, которые не молятся, ეკლესიები, რომლებიც არ ლოცულობენ, это больные церкви. ეს ავადმყოფი И ეკლესიებია. если церковь не молится, თუ ეკლესია არ ლოცულობს, я могу 100% сказать, მე შემიძლია 100% თქვა, что в этой церкви რომ ამ ეკლესიაში сплетни, არის ჭორები, осуждение, განკითხვა, ропот, დრტვინვა, разделение, გაყოფა, соперничество, მეტოქეობა, гордость. სიამაყე, Кто выше кого? ვინ ვიზე Потому მაღალია? что церковь, которая не молится, იმ დრო ეკლესია, რომელიც არა которая ლოცულობს, не ищет уста Господа, რომელიც არ ეძებს ღმერთის она не ბაგებს, умеет благословлять друг друга. მას არ შეუძლია რომ ერთმანეთი Она не აკურთხოს. знает сердце Бога. მან არ იცის ღმერთის У нее გული. может быть самая красивая религия, შეიძლება ყველაზე ლამაზი რელიგია самые ქონდეს, сильные проекты. ყველაზე ძლიერი Но если პროექტები, нет откровения, მაგრამ თუ არ არის если в გამოცხადება, твоей жизни нет откровения, თუ შენს გულში არ არის ты можешь გამოცხადება, наизусть Библию знать, ты შეიძლება ბიბლია ზეპირად можешь იცოდე, проповеди наизусть შეიძლება знать. ქადაგებები Но ზეპირად если იცოდე, нет откровения, მაგრამ თუ არ არის გამოცხადება, я верю, მე მწამს, что ты молящийся верующий. რომ შენ მლოცველი მორწმუნე ხარ. И я знаю, მე ვიცი, что это молящаяся церковь. რომ ეს ეკლესია არის მლოცველი ეკლესია. Аллилуйя! ალელუია, Аллилуйя! ალელუია. Вы помните историю, თქვენ გახსოვთ ისტორია, когда Давид переносил ковчег? როცა დავითს გადაქონდა კიდობანი. Помните? გახსოვთ? На колеснице в город свой. ურემზე, თავის ქალაქში. Помните историю გახსოვთ Озы? ისტორია? Поражение Озы. უზას დაცემა, სიკვდილი. И вот Давид и народ делают все. დავითი და მთელი ხალხი ყველაფერს აკეთებენ. Такая радость. ისეთი სიხარულია. Приносят жертву. მოაქვთ მსხვერპლებს, Прославляют Бога. ადიდებენ ღმერთს. Так все прекрасно. ისე ყველაფერი И вдруг ლამაზად არის და эта უცბად колесница наклоняется. ეს ურემი Ковчег გადაიხარა. наклоняется. ეს კიდობანის Этот человек протягивает руку. გადაიხარა და ადამიანმა И ხელი умирает. შეაშალა და მოკვდა. Все останавливается. ყველაფერი ჩერდება. То, что должно было быть великой победой, ის რაც უნდა ყოფილიყო დიდი то, что გამარჯვება, должно было быть великим праздником и днем, ის რაც უნდა ყოფილიყო დიდი დღესასწაული, превращается в день плача. გადაიქცა ტირილის დღე. Я не буду сейчас говорить об Озе, მე უზაზე არ ვილაპარაკებ დღეს, но я прочитаю очень важный текст. მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი ტექსტს აგიკითხავ. Вы со мной, თქვენ друзья? ჩემთან ახართ, Вы ძვირფასები. со мной? ჩემთან ახართ? Первое Паралипоменон, პირველი ნეშთა წიგნი, 15 глава. მე-15 თავი. Давайте прочитаем второй стих сначала. მოდით დავიკითხოთ მეორე თავიჯერ. Первое Паралипоменон, 15 глава. პირველი ნეშთა მე-15 თავის მეორე მუხლი. სტიხ. მეორე მუხლი. Тогда сказал Давид, მაშინ თქვა დავითმა, когда он уже второй раз решился переносить ковчег, როცა უკვე მეორედ გადაწყვიტა რომ გადმოეტანა კიდობანი, никто не должен носить ковчега Божья, ლევიანთა გარდა არავინ ატაროს კიდობანი. кроме левитов, ლევიანთა გარდა. потому что их избрал Господь, რადგან ისინი ამოირჩია უფალმა чтобы носить ковчег Божий ღვთის კიდობნის и სატარებლად чтобы служить Ему. და მის И მსახურებად. давайте прочитаем с 13 по 15 стих. და 13-დან 15-მდე წავიკითხოთ. Ибо как прежде не вы это делали, რა კი ასე არ მოიქეცით то უწინ Господь Бог наш поразил нас за то, ღმერთი გამოვიდა ჩვენს წინააღმდეგ, რადგან
что мы не взыскали его как должно. რადგან წესისამებრ არ დავეკითხეთ И მას. осветили священники и левиты, чтобы нести ковчег Бога. განიწმინდნენ მღვდლები და ლევიანები. И сейчас будьте внимательны. და ეხლა იყავით И ყურადღებით. понесли сыновья левитов ковчег Божий. და ლევიან ეს Это რომელია? конец 15 стиха. აჰა. Как заповедовал Моисей по слову Господа на плечах, на шестах. უფლის სიტყვისამებრ კეტებით შეიდგეს მხარზე და წაიღეს კიდობანი. ისე როგორც მოსემ უბრძანად. Вы слышали это? გაიგეთ ეს? Нам сегодня нужны левиты. ჩვენ გვჭირდებიან ლევიანები. Нам сегодня нужно служить как должно. ჩვენ უნდა ვემსახუროთ როგორც საჭიროა ისე. Господь говорит, უფალი ამბობს, если ты научишься из ничтожного извлекать драгоценное, თუ შენ მიეჩვევი რომ უდაბურისგან ამოიღო ძვირფასი, то ты будешь как мои уста. შენ იქნები ჩემი ბაგეებივით. Не ты будешь обращаться к ним, შენ კი არ მიბრუნდები მათკენ, а я буду обращаться к тебе. არამედ მე მოვბრუნდები მათკენ. Нам შენს нужны левиты, ჩვენ გვჭირდება ლევიანები, которые подставят свои плечи რომლებიც თავის მხრებს და შეუდგავენ под ковчег, კიდობანს. которые не просто приходят от воскресенья до воскресенья. ისინი კი არა, რომლებიც კვირიდან კვირობამდე მოდიან ხოლმე. Спасибо, вам, что კვირაობით. вы здесь. მადლობა რომ აქ ხარ. Спасибо, что вы считаете себя этой церковью. მადლობა რომ შენ თავს ამ ეკლესიად თვლი. Но есть больше, чем воскресенье. მაგრამ არის უფრო მეტი ვიდრე Есть კვირა. больше, чем посидеть в этом зале. არის კიდე უფრო მეტი ვიდრე რომ იყო ამ И Бог დარბაზში. ищет этих людей, და ღმერთი ეძებს ასეთ ხალხს, которые не садятся на ковчег, რომლებიც კი არ ჯდებიან не пытаются კიდობანზე, поправить ковчег, კი არ ცდილობენ რომ не შეასწორონ კიდობანი указывают, как там, что правильно, неправильно, და კი არ უჩვენებენ რა არის სწორი და რა არ არის სწორი, которые говорят, вот мое плечо, Боже, რომლებიც ეუნებიან, აი ჩემი მხარი я ღმერთო, хочу нести твой ковчег, მე მინდა შენი კიდობანი я хочу ვატარო, быть левитом, მე მინდა ვიყო я ლევიტი, хочу быть тем, кем ты меня видишь, მე მინდა ვიყო ის ვინც ვარ, и я ვისაც хочу ხედავ შენ, служить тебе, Боже, მე მინდა გემსახურო все, что უფალო, я могу, ყველაფერი რაც и я შემიძლია, хочу это сделать для тебя. მინდა რომ შენთვის Может быть, это გავაკეთო. очень маленькое, შეიძლება ძალიან პატარა но для იყოს, тебя. მაგრამ შენთვის Здесь кто-то есть, кто хочет хоть что-то сделать для живого არის აქ Бога. ვინმე, ვისაც უნდა რაღაც გააკეთო სოცხალი Слава Богу за ღმერთისთვის. каждого левита. დიდება უფალს ყველა ლევიანისთვის. Ковчег, место, где открывается Бог. კიდობანი არის ადგილი, სადაც გვეხსნება ღმერთი, Открывается, იხსნება ღმერთი. говорит. ამბობს, ლაპარაკობს. Мы не верим в идола. ჩვენ არ გვწამს კერპის. Наш Бог не картинка, ჩვენი ღმერთი არ არის სურათი, которую мы ставим в углу нашей жизни. რომელსაც ვაყენებთ ჩვენი ცხოვრების კუთხეში. Он всемогущий. ის ყოვლის შემძლეა. Он создатель всего видимого и невидимого. ის არის შემოქმედი ყოველივე უხილავის და ხილულის. Аллилуйя! ალელუია. Когда мы это осознаем, როცა ჩვენ ამას უფიქრდებით, единственное, что я могу сказать, ვიგებთ, ერთადერთი რაც შემიძლია ვთქვა, кто я, Боже? ვინა ვარ ღმერთო მე? Кто я, Господи? ვინა ვარ ღმერთო? Что я сейчас стою здесь რომ მე დგევარ შენს წინაშე и могу говорить Твое Слово. და შემიძლია ვილაპარაკო შენი სიტყვა, Служить, ვემსახურო, действовать в Твоих дарах. ვიმოქმედო შენი ნიჭები. Люди, давайте вспомним, откуда мы пришли. ხალხო, მოდი გავიხსენოთ, საიდან მოვედით? Кем мы были ვინ ვიყავით? и кем бы мы были без Него. და უიმისოთ, ვინ ვიყავით? Что нам делить? რა გვაქვს გასაყოფი? Что нам доказывать? რასში გვჭირდება რამე უმტკიცოთ О чем ერთმანეთს? нам спорить? რა გვაქვს ჩვენ ერთმანეთთან გასაყოფი? Единственное, что мы можем делать, ერთადერთი რაც შეგვიძლია გავაკეთოთ, это любить Его и друг друга. გვიყვარდეს უფალი და ერთმანეთი. Хоть что-то сделать для Него. თუნდაც პატარა რამე Потому что გავაკეთოთ Он მისთვის. все сделал для нас. იმიტომ რომ მან ყველაფერი Он გააკეთა все ჩვენთვის. сделал, все. ყველაფერი გააკეთა. И для земной жизни, и для вечной жизни. დედამიწაზე სიცოცხლისთვის და ზეციერი სიცოცხლისთვის. Левиты, как же они нам нужны? ლევიანები, როგორ გჭირდებიან ისინი? Я думаю, вы просто уже наизусть знаете, что в этой церкви есть молитвенное служение, потому Თქვენ что о ალბათ нем объявляют каждое воскресенье. სეპირად იცით უკვე რომ ამ ეკლესიაში არის ლოცვით მსახურება, იმიტომ რომ ყოველ კვირას ვაცხადებთ ამის შესახებ. Это левиты.
ესენი არიან на ლევიანები, плечах которых ковчег. ვის მხრებზედაც არის კიდობანი. Есть в этой церкви люди, არის ამ ეკლესიაში ხალხი, которые уже годы რომლებიც უკვე წლებია ради Господа приходят сюда по უფლის вторникам в 6 გულისათვის часов. მოდიან აქ სამშაბათობით. Я хвалюсь этими людьми. მე ვიქადი ამ Вы знаете, ხალხით. вчера я служила в нашей церкви в Карелии, я хвалилась этим молитвенным служением. მე ვემსახურებოდი ქარელში ეკლესიას და მე ვაქებდი Я ჩვენს рассказывала ჯგუფს. им об этих людях. მე ყვებოდი ამ ხალხზე. Людях, которые, возможно, 4 часа в дороге, ხალხზე, რომლებიც შეიძლება 4 საათი არიან приходят გზაში, сюда вечером, მოდიან აქ საღამოს, чтобы 2 часа რომ 2 საათი молиться, ილოცონ, молиться, ილოცონ, подставлять свои плечи под რომ თავისი ковчег. მხრები შეუდგან კიდობას. Я знаю этих людей. მე ვიცნობ ამ Они ხალხს. приходят с работы. ისინი მოდიან Иногда не სამსახურებიდან. успевают даже покушать. ხანდახან ვერც ასრებენ ჭამას. Уставшие. На ходу დაღლილები. забравшие детей со школы или из детского გზაზე сада. გამოიყვანეს ბავშვები ან სკოლიდან ან Возможно, у них даже საბავშვო уже нет ბაღებიდან. сил физических. ფიზიკური ძალები აღარც Но კი они აქვთ ხოლმე, приходят მაგრამ сюда, მაინც მოდიან чтобы აქ, молиться за эту церковь, რომ ილოცონ ამ чтобы молиться за ეკლესიისთვის, страну, ილოცონ чтобы молиться ქვეყნისთვის, за больных. ილოცონ Я знаю ავადმყოფებზე. этих людей, მე этих ვიცნობ ამ левитов. ხალხს, ამ Мы ლევიანებს. знаем эти молитвы. ჩვენ ვიცით ეს У ლოცვები. меня есть скрытые альбомы, მე მაქვს დაფარული которые ალბომები, называются რომლებსაც «Бог слышит и Бог отвечает». რომელსაც ქვია ღმერთი Один из ისმენს них. და ღმერთი გვპასუხობს. Там все свидетельства. ერთია რომელსაც Там, в этом альбоме все მასში свидетельства მთელი დამოწმებებია. этой церкви. ამ ეკლესიისა. Знаешь, сколько там свидетельств? იცი რამდენი დამოწმება? Исцеление от болезней, განკურნებები ავადმყოფობისგან. კიბოსგან. воскрешение даже есть. Освобождение აღდგენებაც от კი არის, наркотиков. განთავისუფლება. Знаешь, какие там свидетельства? იცი როგორი Это не где-то в დამოწმებებია? Америке или в Европе. ეს სადმე ამერიკაში და ევროპაში Это კი არ в არის. этой церкви. ეს ამ ეკლესიაში. В этой Ai am церкви. ეკლესიაში. Столько исцелений. რამდენი Столько განკურნებები. свидетельств и რამდენი чудес. დამოწმება Не სასაულებელს. говорите, что здесь нет даров Святого და Духа. არა თქვათ რომ არ არის აქ სული Здесь есть люди, წმინდები. которых вы даже не видите на этой сцене. აქ არიან ხალხი რომელსაც თქვენ ვერც კი ხედავთ Они себя не სცენაზე. рекламируют, ისინი თავის თავს но они რეკლამას არ უკეთებენ, пророчествуют. მაგრამ ისინი Они წინასწარ верят, у них მეტყველებენ. есть дар веры. მათ სამთ, მათ Они აქვთ წმენის ნიჭი. воскладывают руки, и люди ისინი исцеляются. ხელებს აღსხამენ ადამიანს და ისინი Они даже не იკურნებიან. рассказывают об этом, ისინი არც კი ყვებიან ამის потому что შესახებ. хотят получить награду на იმიტომ რომ небесах. ზეცაში უნდათ რომ მიიღონ საზღაური. Но я вам говорю, მაგრამ მე თქვენ это გეუბნები, живая церковь. ეს არის ცოცხალი Здесь ეკლესია. движется Святой Дух. აქ სული წმინდა მოძრაობს. И я верю, что эти люди, და მე მწამს რომ ეს ხალხი которые, ты знаешь, иногда были такие погоды, что я сама думала, кто придет, Господи. ხან ისეთი ამინდები იყო რომ ვფიქრობდი ვინ მოვა Дожди, უფალო. снег, ветер. წვიმა, თოვლი, ქარი. Ты приходишь сюда во вторник 6 часов, შენ მოდიხარ აქ საღამოს 6 საათზე и они опять здесь, და ისინი ისევ აქ არიან. опять здесь. ისევ აქ არიან Я სამშაბათო. благодарю Бога за каждого молитвенника в этой церкви. მე მადლობას ვუხდი ღმერთს ყველა მლოცველზე ამ Я благодарю ადგილზე. Бога за каждого лидера домашней группы. ყველა საოჯახოს Я знаю ლიდერისთვის. историю многих. მე ვიცი ბევრის Я ისტორია. знаю лидеров, которые, ты знаешь, была история, когда у лидера опухшая страшно нога, просто что сейчас მე мне ვიცი пришло რომ в голову. ერთ-ერთ ლიდერს ფეხი ქონდა ძალიან გასიებული. Она берет, одевает, это была зима, этот сапог. Я думаю, куда ты ის идешь? Какая იცმეს группа? და მიდის. ვეუნები სად Нет, მიდიხარ? я должна провести домашний. არა, მე უნდა ჩავატარო И что საოჯახო. вы думаете? და როგორ ფიქრობ? Возвращается нога полностью из себя. მოდის და ფეხი სრულიად Это განკურნებულია. самое простое ეს свидетельство. ყველაზე უბრალო Вы დამოწმება. знаете, что происходит в домашних группах? იცი რა ხდება Вот у нас საოჯახო Наталья ჯგუფებში? рассказывала на этой неделе. აი ნათია მოყვა ამ კვირას. Люди каются, ხალხი люди ინანიებენ. освобождаются. Თავის Это то, что мы უფლებიან. знаем. ის რა ჩვენ А ვიცით то, что мы не знаем, და რაც არ ვიცით, это живая церковь живого Бога. ეს არის ცოცხალი ეკლესია, ცოცხალი И ღმერთისა. однажды эти люди получат венцы на небесах. ერთხელაც ეს ხალხი მიიღებენ საზღაურს ზეცაში, გვირგვინებს. გვირგვინებს. აქ არის მისხომა. ხო, ვიცი. ხანახანი. Помните ковид? გახსოვთ COVID-19. კოვიდი, Корона. COVID-19. Вы помните тот период? გახსოვთ ეს პერიოდი? Я не буду рассказывать, сколько всего произошло тогда.
მე არ მოვყვები რამები მოხდა მაშინ Но ყველაფერი я хочу напомнить вам, მაგრამ მინდა გაგახსენოთ когда была изоляция, როცა იყო იზოლაცია люди боялись выходить на улицу. ხალხს ეშინოდათ გარეთ გამოსვლა Эта церковь не останавливала служение. ამ ეკლესიაში არ ჩერდებოდა მსახურება Я хочу напомнить вам მე მინდა შეგახსენოთ те თქვენ онлайн-встречи. ის ონლაინ შეხვედრები Помните, что вы говорили? გახსოვთ თქვენ რომ ამობდით Только бы ушел этот карантин, эта изоляция, и ушел этот ковид. ოღონდ მოშოდეს ეს იზოლაცია ეს каранტინი Я первый буду на молитвенном служении. პირველი ვიქნები ლოცვის Я буду მსახურებას на всех служениях. ყველა მსახურებაზე ვიქნები არ გავაცდენ Ковид уже прошел. კოვიდი წავიდა უკვე Где вы, левиты? სადა ხართ ლევიანებო Где ваши плечи? სად არის თქვენი მხრები Где ваши уста? სად არის თქვენი ბაგეები Где ваше посвящение, возлюбленные? სად არის თქვენი მიძღვნა Здесь есть стулья, которые ждут вас. აქ არის სკამები რომლებიც გელოდებიან თქვენ Бог ждет. უფალი გელოდება Дай мне услышать голос твой. გეუნება მომასმენინე შენი ხმა Когда Иоанн описывает Иисуса, როცა იოანემ აღწერა იესო в первой главе в книге Откровения, პირველ თავში გამოცხადებისა он говорит, что голос его ის ამბობს რომ მისი ხმა как шум вод многих. როგორც მრავალი წყლის ხმა А когда пророк Даниил описывает და როცა დანიელი აღწერს того же Иисуса, იგივე он იესოს говорит, ის ამბობს голос его მისი ხმა как голос множества людей. როგორც მრავალი ხალხის ხმა И знаешь, о чем это? და იცი ეს რა Когда его голос როცა მისი ხმა объединяется с голосом церкви. უერთდება ეკლესიის ხმას Знаешь, о чем это? იცი რაზია ეს Когда мой голос როცა ჩემი в ხმა его голосе. მის Знаешь, о ხმაშია чем это? არ იცი Когда რაზია ეს все мы вместе როცა ჩვენ ყველანი в ერთად его голосе, მის ხმაში ვარ тогда все возможно верующему. მაშინ ყველაფერი შესაძლებელია მოწმულისთვის Объедини свой голос с его голосом. შეუერთე შენი ხმა მის ხმას И я верю в голос множества молящихся людей. მე მწამს მრავალი მლოცველის ხმის Потому что об этом говорит сам Бог. იმიტომ რომ ამაზე ამობს თვითონ ღმერთი Пророки пророчествуют. წინასწარმეტყველები говорит. წინასწარმეტყველებენ ესაია Сам Бог ამბობს говорит через него. თვითონ ღმერთი ამბობს Дом мой მისგან будет домом молитвы для всех народов. ჩემი სახლი იქნება ლოცვის სახლი ყველა ერისთვის Захария пророчествует. ზაქარია ამბობს Скажут жители წინასწარმეტყველებს одного города, ეტყვიან ერთი ქალაქის жителям ცხოვრები другого города. მეორე ქალაქის ცხოვრებს Пойдем молиться. წავიდეთ ლოცვაზე Скажи сейчас, пойдем молиться. წავიდეთ ლოცვაზე თქვი Они ახლა скажут друг другу. ისინი ეტყვიან И ერთმანეთს каждый скажет, და თითოეული იტყვის пойду и я წავალ მეც искать лица Божьего. რომ მოვძებნო ღმერთის სახე Мы еще этого не пережили, ჩვენ ჯერ ეს არ но გაგვიცია это Божье видение. და Это ეს Божье არის видение. ღმერთის ხედვა Молящаяся нация, ლოცველი ნაცია молящиеся города. ლოცველი ქალაქები Но этого не будет, მაგრამ ეს არ იქნება если не будет молящейся церкви. თუ არ იქნება მლოცველი ეკლესია Аллилуйя. Вы помните историю царя Иосафата? თქვენ გახსოვთ ისტორიაც მეფე იოშაფატის Энди ее расскажет наизусть. Потому что были времена в церкви, когда эта история очень много раз звучала через Энди, через Нону, через прославителей на этой сцене. იყო დრო როცა ძალიან ხშირად იყო გაჟღერებული ეს ისტორია Наше поколение, мы любили эту историю. Вау! ამ ჩვენ თაობას უყვარდა ეს ისტორია Мы знали наизусть, что это 2 Паралипоменон, 20 глава. ყველა მიცეთ რომ ეს მეორე ნეშთა მე-20 თავი იყო Потому что это победа. იმიტომ რომ ეს გამარჯვება Вчера в Карелии было то же самое. У меня გუშინ ქარელში იგივე იყო микрофон отключился. Я говорю, не выдерживает. Поэтому я Микрофоны уже так гамма, реагирую, думаю, неужели ვერ опять? უძლებს მიკროფონები Это история, когда на войне выиграли прославители. ეს არის ისტორია როცა ომი მოიგეს მადიდებლებმა Война была очень серьезная. ომი იყო ძალიან სერიოზული Враг был очень большой, მტერი იყო вооруженный и опасный. ძალიან დიდი დიდძალი И мы восхищаемся тем, что впереди армии пошли прославители, и Бог сотворил чудо.
და ჩვენ მოგწონს ეს ისტორია რომ წინ მადიდებლები იყვნენ და Но გაიმარჯვეს. позвольте вам сказать, მაგრამ მომეცით უფლება что რომ мы თქვა, что-то пропускаем მაგრამ иногда. ჩვენ რაღაცას უშვებთ ხოლმე ხანდახან. Я буду сейчас скоро заканчивать сегодняшнее мое служение, მე მალე დავასრულებ. но приведу эти несколько примеров. მაგრამ რამოდენიმე მაგალითს Ты მოგიყვანთ. еще можешь меня слушать? შენ კიდე შეგიძლია მომისმინო. Спасибо. მადლობა. Второй Паралипоменон, მეოცე თავი მეორე конечно ნეშტა. же, 20 глава. კი, რა თქმა უნდა, მეოცე Но თავი. давайте начнем с самого начала, მოდით სულ თავიდან чтобы დავიწყოთ. прийти к очень важному откровению и რომ приготовиться к ძალიან молитве. მნიშვნელოვან გამოცხადებასთან მივიდე და მე ვილოცო. 12 и 13 стихи. 20 глава, 12 и 13 стихи. მეოცე თავის მე-12 და მე-13 მუხლი. Смотрите, как молится Иосафат. ნახეთ როგორ ლოცულობს იოშაფატი. Боже наш, ღმერთო ჩვენო, Ты суди их. განა არ განიკითხავ მათ, Ибо нет у нас силы против этого множества великого. რადგან უძლოვნი ვართ ამოდენა ურდოს И წინაშე мы не знаем, что делать. და ჩვენ არ ვიცით როგორ მოვიქცეთ И мы не знаем, что делать. და არ ვიცით როგორ მოვიქცეთ. Бывают в нашей жизни такие ситуации, არის ჩვენ ცხოვრებაში ისეთი სიტუაციები, когда мы стоим и говорим: როცა ვდგევარ და ვამობთ, Боже, უფალო, я уже не знаю, что делать. მე უკვე აღარ ვიცი რა Но здесь გავაკეთო. стоит запятая. მაგრამ აქ მძიმე არის. Но к тебе наши, მაგრამ შენსკენ არის ჩვენი თვალები но к მოფხრობილი. тебе наши очи. მაგრამ შენსკენაა ჩვენი თვალები И მოფხრობილი. я не знаю, что делать, მე არ ვიცი რა გავაკეთო, но я знаю, куда смотреть. მაგრამ ვიცი საით И я не ვიყურო. знаю, что делать, მე არ ვიცი რა но გავაკეთო, я знаю, с кем об этом поговорить. მაგრამ ვიცი ვის უნდა უთხრა И я ეს. не знаю, что делать, არ ვიცი რა გავაკეთო, но у меня есть Бог. მაგრამ მე მყავს И ღმერთი значит, мы справимся. და ამიტომ ჩვენ Но გავიმარჯვებთ. здесь не стоит также точка. მაგრამ აქაც არ წერია Сейчас ასევე увидите წერტილი. вместе со мной. И все иудеи და მთელი იუდა стояли пред лицом Господним. იდგა უფლის წინაშე, И малые дети их, თავიანთი и შვილები, жены их, ცოლებით и сыновья их. და ძეებით. Мы хотим таких великих побед. ჩვენ გვინდა ასეთი დიდი Мы хотим გამარჯვებები. чудес, о которых мы читаем в Библии. ჩვენ გვინდა ეს დიდი გამარჯვებები, Но нам რომელსაც нужно ვკითხულობთ что-то ბიბლიაში. видеть, მაგრამ ჩვენ რაღაც უნდა დავინახოთ. что написано в 12 и в 13 რაც стихе. წერია მე-12 და მე-13 Особенно в მუხლებში. 13 стихе. მე-13 მუხლში. Все иудеи, ყველა იუდეველი, каждый со своей семьей. ყველა თავისი Не ოჯახი. только Иосафат, არა мартო не იოშაფატი, только пастор Мирза, არა მხოლოდ მწყემსი не მირზა, только пасторы этой церкви, არა столоначальники и მხოლოდ служители, ასმეთაურები, მწყემსები ამ ეკლესიის только დამსახურები, ლიდერი. არა მხოლოდ ლიდერები, вся церковь, მთელი ეკლესია, каждая семья. ყველა ოჯახი, თითეული ოჯახი. Люди, ხალხო, чем быстрее мы сюда придем, რაც მალე მოვალთ აქ, тем больше мы увидим чудес. მით უფრო მეტ სასწაულებს ვიხილავთ. И тогда Бог послал одного левита. ეს ღმერთმა Тогда Бог послал მაშინ одного ღმერთმა левита. გააგზავნა ერთი ლევიანი, Это Иозиил. Иозия. Я Ара, так и как запомнила. Иозиил. Я специально произношу его имя. ეხაზიელი მგონი ხო, ეხაზიელი. Я специально произношу его имя. მე სპეციალურად ვამობ მის სახელს. Это просто был один левит. ის იყო უბრალოდ ერთი ლევიანი. Мы иногда думаем, что это сказал царь Иосафат. ჩვენ ხანდახან ვფიქრობთ ეს მეფე იოშაფატმა Нет, თქვა, нет. არა. Это сказал левит, имя которого сейчас Эс- многие из вас услышали в первый раз. ეს თქვა ლევიანმა, რომელიც სახელით შეიძლება ზოგიერთმა პირველად О მოისმინა. котором мы не проповедуем. რომელსაც ჩვენ არ ქადაგებთ Но ხოლმე. если вы будете продолжать читать дальше, в 14-15 стихе, и написаны эти слова. თუ გავაგზავნებ და წავიკითხავთ მე-14, მე-15 То Господин მუხლებს, сошел на этого რომ человека, სულიწმინდა ჩამოვიდა ამ ადამიანზე и он начал და пророчествовать. მან დაიწყო Не წინასწარმეტყველება. бойтесь, говорит Господь. ნუ გეშინიათ ამობს Будьте უფალი. мужественны. იყავით Это не ვაშკაცურები. ваша война. ეს თქვენი ომი Это არ Божья არის. война. ეს ღმერთის ომია. Встаньте и стойте, и ადექით და смотрите. ნახეთ. Потому что сам Бог будет сражаться за вас. იმიტომ რომ ღმერთი იბრძოლებს თქვენთვის. Левит. ლევიანო, Мы очень часто проповедуем о Давиде, Моисее, Данииле. ჩვენ ხშირად Великие люди. ქადაგებთ დავიდზე და სხვა დიდებულ ხალხზე. Мы так устроены, мы ჩვენ ასე ვართ имеем მოწყობილები. симпатию к тем,
о ком мы считаем это великие. იმათზე გვაქვს სიმპათია, ვისაც ჩვენ თვითონ თვლით რომ დიდებულები А кто არიან. такой этот левит? ვინ არის ეს ლევიანი? Что могут эти лидеры? რა შეუძლიათ ამ Что у ლიდერებს? них получится? რა გამოუვათ მათ? Вы знаете, сколько людей, у которых были такие же чудеса, как у тех великих, но мы просто их не замечаем. იცით, რამდენი ხალხი არის, რომ ისეთივე სასწაულები ქონდა, დიდებული სასწაული, როგორც იმ დიდებულებს, მაგრამ ჩვენ არც კი Я გაგვიქია об ისე. этом как-нибудь поговорю. როგორღაც ვილაპარაკებ ალბათ ამაზე. Левит, ლევიანი, чье плечо под ковчегом. ვისი მხარით შედგმული აქვს Дух კიდობას. Господень сойдет на него, ჩამოვასული წმინდა и он მასზე будет пророчествовать. და ის Моя იწინასწარმეტყველებს. Грузия узнает Иисуса Христа. ჩემი საქართველო მოისმეს იესო Мой ქრისტეზე. город увидит пробуждение. ჩემი ქალაქი დაინახავს В моей გამოღვიძებას. церкви спасаются люди. ჩემს ეკლესიაში ხალხი გადარჩება. Война моей церкви – это война моего Бога. ჩემი ეკლესიის ლოცვა ეს არის Бог ღმერთის стоит за мою бრძоლა. церковь. Бог стоит за мою церковь. ღმერთი დგას ჩემი ეკლესიის გამო. Вы слышите меня, люди? გესმით ხალხო? Прежде чем пришла та победа, სანამ მოვიდა ის გამარჯვება и Израиль победил, და ისრაელმა иудеи გაიმარჯვა, победили, იუდეველებმა иудеи победили, გაიმარჯვეს и забирали добычу 3 дня, და 3 დღე ნადავს и уже не могли ეზიდებოდნენ забирать. და უკვე ვეღარც კი Это когда მოჰქონდათ. столько чудес, что ты уже говоришь, хватит, Господи, хватит, я Es უკვე იმდენი от этого სასწაულებია. благословения не отошел, подожди. ეს უკვე იმდენი სასწაულეო ღმერთწონები საკმარისია უკვე И это საკმარისი. долина благословения, და ეს კურთხევის и ველი это победа, და прежде ეს чем прийти туда. გამარჯვება. მაგრამ სანამ აქ მივიდნენ, Есть еще что-то. კიდე რაღაცა იყო. 18 стих. მე-18 მუხლი. 18 стих. მე-18 მუხლი. И преклонился Иосафат лицом до земли, მიწაზე დაემხო იოშაფატი. и все иудеи, მთელი იუდა и жители Иерусалима და იერუსალიმის მკვიდრნი пали пред Господом, უფლის წინაშე დაემხნენ, чтобы поклониться Господу. რომ თაყვანი ეცათ ღმერთისთვის. Прежде чем выйти на эту войну с прославителем სანამ გამოხვალ ამ ბრძოლაში и взять эту победу, მადიდებლებით და აიღებ ამ გამარჯვებას, Иосафат, все иудеи, все эти семьи, იოშაფატი, ეს იუდეველები, ყველა ეს ოჯახები, они пали перед Богом, ისინი დაემხნენ ღმერთის წინაშე, чтобы Ему поклониться. რომ თაყვანი ეცათ ღმერთისთვის. Церкви нужно вернуться на колени. ეკლესიას სჭირდება რომ დაბრუნდეს მუხლებზე. Верующим нужно вернуться на колени. მორწმუნეებს სჭირდებათ მუხლებზე დგომა. Мы такие стали крутые. ჩვენ ისეთი მაგრები Нам გავხდით. нужно стулья поудобнее. Что это за стулья? ჩვენ Как-то გვჭირდება твердо, რომ как-то უფრო не очень удобно спине. კომფორტული სკამები იყოს. ეს რა Мы სკამებია? стали такие крутые. ჩვენ ისეთი მაგრები გავხდით. Какое там поклонение? რა თაყვანისცემა? Нам нужно вернуться на колени ჩვენ გვჭირდება რომ მუხლებზე в დავბრუნდეთ. наших домах, ჩვენ в სახლებში, наших служениях. ჩვენ Нам მსახურებებში. нужно вернуться на колени. ჩვენ გვჭირდება И დავბრუნდეთ мне все მუხლებზე. равно сейчас. და ჩემთვის И я სულეთია. выпачкаюсь или не выпачкаюсь. გავჭუჭყიანდები თუ არა? Встану или не встану, как А видите, сгеби пока твоя встаю сгеби. без посторонней помощи. ჩვენ დგები სხვის Больно დახმარების или не გარეშე. больно? მკივა თუ არა И я მკივა. встану перед ним на колени. მე დავდგები მის წინაშე მუხლებზე. Церковь, вернись на колени. ეკლესია დაბრუნდი მუხლებზე. Церковь, вернись в молитвенное служение. ეკლესია დაბრუნდი ლოცვის მსახურებაზე. Вернись в простоту. დაბრუნდი უბრალოებაში. Кто-то может сказать? ვინმე შეუძლია თქვას? Кто-то может сказать? ვინმე შეუძლია Аллилуйя! თქვას? Я верю. მე Я მწამს, знаю, что почти вся церковь проходит через молитвенное служение в течение года. მე მწამს, რომ მთელი ეკლესია გადის ხოლმე ლოცვის В მსახურებაზე. течение года каждый из вас сюда приходит. წლის Ну, основные, да? განმავლობაში. Но спасибо за тех верных, которые მაგრამ здесь. მადლობა ღმერთი მერდგულებისთვის, если ერთგული ты ხალხისთვის. можешь прийти за твой, взять оружие в руки. Мы будем заканчивать. ჩვენ დავასრულებთ Но მან. у меня осталась еще одна история, чтобы ободрять вас. კიდევ ერთი ისტორია დამჭა, რომ გაგამხნებოთ. Просто ободрять. უბრალოდ გაგამხნე. Я приняла решение, что я сегодня не буду проповедовать час. მე გადავწყვიტე, რომ 1 საათი არ ვიქადაგებ. Я не знаю, сколько я проповедую. Ну, хотя бы еще пол-первого уже спокойно. Ай. Как вы иногда выдерживаете нас? Какие вы хорошие. როგორ გვიტანთ ხოლმე, რა კარგები ხარ. Ай, слава Богу за каждого из вас. მადლობა უფალს თითოეულ თქვენთაგანისთვის. Эта история также о войне.
ეს ისტორია ასევე ომზეა двух царей. ორი მეფის. На этой истории я сегодня буду завершать, но Am что-то история, самое главное скажу в конце. ამ ისტორიით დავასრულებ, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანს ვიტყვი ბოლოს. Должно было произойти сражение между царем иудейским и царем израильским. Увы, такое тоже происходило. უნდა ყოფილიყო ომი ისრაელის მეფესა და იუდას მეფეს შორის. სამწუხაროდ იყო ასეთი რამე. Это царь Авия или Абия Албат-Картулат. აბია მეფე ერთი Царь иудейский, царь израильский и Иеровоам. Там და что-то очень იერობოამი, сложное. იერობყამი წერია ქართულად იუდას მეფე. У царя иудейского было 400 тысяч храбрых людей. ეს ვისა? Иудейского царя. იუდეველ მეფეს ქონდა 400,000 მეომარი У царя израильского 800 тысяч. და ისრაელის მეფეს 800,000 მეომარი На ყავდა. кого бы вы поставили ставку? ვიზე დასვავდით სონსო თუ რა ვირას. Как вы думаете, кто должен победить? როგორ ფიქრობთ, ვინ უნდა გაიმარჯვოს? Наверное, тот, у кого 800 ალბათ იმას, ვისაც тысяч. მეტი ჯარი ყავს. Проблема была еще хуже. პრობლემა იყო კიდევ უარესი. Царь израильский устроил засаду, и поэтому враг стоял и впереди, и сзади для царя ისრაელის иудейского. მეფე ჩაუსაფრდა, ამიტომ წინაც მტერი იყო და უკანაც მტერი იყო. И увидел Авия, იუდეველებისთვის და დაინახა აბიამ, что сражение, битва ждет его и сзади, и спереди. დაინახა რომ წინაც ბრძოლა ელოდება და უკანაც. Я хочу сделать это ближе к нам. და მინდა ცოტა ახლოს გავხადო ჩვენთან. Бывает в нашей жизни проблема, которая в 2 раза больше нас. არის ხოლმე პრობლემები, რომელიც ჩვენზე ორჯერ მეტია. Вы сталкивались с такими თქვენ проблемами, შეხვედრიხართ ასეთ პრობლემებს, которые не решить своими силами? რომელიც თქვენი ძალებით უბრალოდ შეუძლებელია Более того, გადაიჭრას. она как будто бы везде. და კიდევ უფრო მეტი რომ ყველგან არის თითქოს. Я иду назад, это проблема. მივდივარ უკან პრობლემაა. Иду вперед, წინ вперед, это წინ впереди მივდივარ проблема. კიდე სხვა პრობლემაა. Бывают такие ситуации. არის ასეთი სიტუაციები. Эта история описана второй Паралипоменон ეს არის მეორე ნეშტა წიგში в აღწერილი 13 главе. მე-13 თავში. Но вот что делает царь иудейский и что говорит. აი რას ამობს იუდეველთა მეფე და Запомните сегодня этот стих. უბრალოდ დაიმახსოვრე ეს მუხლი. Второй Паралипоменон, 13 глава, 12 стих. მეორე ნეშტა 12-ის მე-13 13-ის 12. 13 глава, 12 стих. 13-ის 12. Просто запомните это сейчас. უბრალოდ დაიმახსოვრე. И вот, ახლა да, впереди страшный враг, и впереди, и сзади. და აჰა Это я говорю, ღმერთ что враг и сзади, и спереди, и он წინაც და страшный. უკანაც ზურგშიდაც მტერია. Но вот, მაგრამ аллилуйя. აი რა იქნება. У нас во главе Бог, მაგრამ ღმერთი არის и священники Его, и трубы громогласные, чтобы греметь против вас. ხო, წერია. ახლა აჰა ღმერთი და მისი მღვდლები გვიდგანან სათავეში. Не воюйте с Господом Богом вашим, ибо вы не будете иметь успеха. ქუხარე საყვირებით თქვენს წინააღმდეგ დასაჭექებლად. Давай еще раз Израиль. прочитай, пожалуйста. Еще раз от начала до конца. მე-12 ხო? ახლა აჰა ღმერთი და მისი მღვდლები გვიდგანან სათავეში ქუხარე საყვირებით თქვენს წინააღმდეგ დასაჭექებლად. ისრაელის ძენო, ნუ შეებრძოლებით უფალს, თქვენი მამების ღმერთს, რადგან არ მოგემართებათ ხელი. Да, враг намного больше. კი, მტერი ძალიან დიდია, Это მეტად серьезно. დიდია, ეს სერიოზულია, Но у нас есть Бог. მაგრამ ჩვენ გვყავს ღმერთი, У нас есть священники. ჩვენ გვყავს И у нас მღვდლები есть трубы. და ჩვენ გვაქვს საყვირები Блажен народ, და კურთხეულია ხალხი, знающий трубный зов. რომელმაც იცის საყვირის ხმა. Они будут ходить во свете лица Бога ისინი своего. ივლიან ღმერთის შუქის Будь სახის там. შუქში. Будь на той стороне. იყავი იმ ხარეს, Будь там, იყავი იქ, где во главе Бог. სადაც სათავეში არის Будь ღმერთი. там. იყავი Где იქ, есть левиты, которые несут სადაც ковчег. ლევიანები არიან, რომელსაც Будь მიაქვთ там. კიდობანი. იყავი Где იქ, есть священники. სადაც არიან Будь там, მღვდლები, იყავი იქ, где трубят трубы სადაც Божьи. საყვირები არის ღმერთის. Куда ты нас ведешь? სად მიყევართ ჩვენ? Последний текст. ბოლო ტექსტია. Куда я вас веду? И себя вместе с вами. სად მიმყევხარ და მეც სად მოვდივარ თქვენთან ერთად? Это последнее, я обещаю. ეს ბოლო არის, გპირდებით. Правда, у меня еще половина проповеди есть, но я обещаю, это последнее. გპირდებით, რომ ეს არის ბოლო.
Исход 19 глава, გამოსვლის მე-19 თავი 19-20. 19 და 20. И звук трубны становился сильнее и сильнее. თანდათან ძლიერდებოდა საყვირის ხმა. Моисей говорил, ლაპარაკობდა მოსე и Бог отвечал ему голосом. და ეხმიანებოდა ღმერთი. И сошел Господь на гору Синай, на вершину горы, და ჩამოვიდა უფალი სინაის მთის წვერზე. и призвал Господь Моисея на вершину горы, მოსესაც მთის წვერისკენ მოუხმო. и взошел Моисей. უფალმა და ავიდა მოსე. Звук трубы становится сильнее и сильнее. საყვირის ხმა უფრო ძლიერდებოდა და ძლიერდებოდა. Приход Иисуса становится все ближе и ближе. იესოს მოსვლა უფრო ახლოვდება და ახლოვდება. Люди, посмотрите, что творится на этой планете. ხალხო შეხედეთ რა ხდება ამ Даже პლანეტაზე. неверующие понимают, что что-то не так. ურწმუნოებიც კი ხვდებიან რომ რაღაც ისი Что არ არის. все меняется и меняется очень быстро. ყველაფერი იცვლება და იცვლება ძალიან სწრაფად. Труба трубит საყვირი ყვირის сильнее и сильнее. მეტად და მეტად. Бог хочет видеть это в своей церкви. ღმერთს უნდა რომ ეს დაინახოს Бог თავის хочет ეკლესიაში. слышать горячие ღმერთს молитвы. უნდა მოისმინოს Мужчины, Бог хочет მხურვალე видеть вас на молитвенном служении. მამაკაცებო ღმერთს უნდა რომ დაგინახოთ ლოცვის Чтобы ваш голос სახლებაზე. был здесь. რომ თქვენი ხმა იყოს აქ. С вашими женами. თქვენი С მეუღლეები, вашими детьми. თქვენი ბავშვები, ჩვილები. Бог ждет этого времени. ღმერთი ელოდება ამ И დროს. Он сегодня не на горе Синай. და ის დღეს არ არის მთაზე, Он на სინაის горе მთაზე. Сион. ის სიონის მთაზე И არის. поднял я глаза мои. დაუწიე ჩემი И თვალები. увидел, вот агнец стоит და დავინახე კრავი на დგას. горе Сион. სიონის На горе მთაზე. благодати. მადლის И Он მთაზე. зовет Моисея. და ის ეძახის Он зовет მოსეს. церковь. ის ეძახის Он зовет ეკლესიას. каждого из ის вас. ეძახის თითოეულ ჩვენთაგანს. И я хочу с тобой говорить. მე მინდა გელაპარაკო შენ. Вернись в молитвенную комнату. დაბრუნდი ლოცვის ოთახში. Вернись в молитвенные служения. დაბრუნდი ლოცვის Туда, მსახურებაზე. куда можешь. იქ სადაც Я შეგიძლია. понимаю, что некоторые просто не можете приходить сюда по უბრალოდ ზოგიერთებს вторникам. ვიცი რომ არ შეგიძლიათ მოსვლა. Но туда, куда можешь. მაგრამ იქ სადაც Это შეგიძლია. не послание для осуждения. ეს არ არის გზავნილი რომ მსჯავრი Это не დავადო. для того, чтобы кого-то заставить. Ни в ეს არ коем არის იმის случае. გამო რომ ვინმეს დავაძალო. Религия заставляет. ეს რელიგია აძალებს. Бог зовет. ღმერთი კი Бог ეძახის. зовет. ღმერთი კი Куда сможешь ეძახის. прийти на молитву? სადაც შეძლებ რომ Домашнюю მოხვიდე. группу. საოჯახო В ჯგუფში. онлайн-встречу. ონლაინ შეხვედრაზე. Только молись. უბრალოდ Только ილოცე. молись. ილოცე. Будь домом молитвы. იყავი ლოცვის სახლი. Аллилуйя. ალელუია. Если меня кто-то услышал, скажите ვინმე аминь. გაიგო ჩემი. Аллилуйя. თქვით. Аллилуйя. Аллилуйя. Только молись. Только Уბრალოდ молись. ილოცე. Вернись на Холод колени. ილოცე. На работе молись. დაბრუნდი მუხლებზე, სამსახურში В ილოცე. институте молись. ინსტიტუტში В ილოცე. магазине молись. მაღაზიაში В ილოცე. машине молись. მანქანაში ილოცე. Только молись. Пусть Холод звук трубы ილოცე. становится сильнее და საყვირის ხმა ხდებოდეს и ძლიერი сильнее. და ძლიერი Пусть будет много левитов, და ბევრი ლევიანი იყოს. и мы увидим много побед, და ჩვენ დავინახავთ ბევრ გამარჯვებას. много чудес. ბევრ Потому სასწაულს. что не наша война, იმიტომ რომ ჩვენი არ არის ეს ბრძოლა, а его. არამედ მისი. Аллилуйя. ალელუია. Аллилуйя.